აკა მორჩილაძის ერთ-ერთ წიგნში გუშინ კითხულობდი ზუსტად მთავარი პერსონაჟი შეყავს მასპინძელს დასავლეთში, მარანში. ნამდვილი ციცკაცოლიკაური უნდა მოგიხსნაო, ჭურს მოხდიან და ესეთი სიტყვები წერია, რომ ამოვარდება ხოლმეო. საქართველო ამოვარდებაო იქიდანო. რამდენი საქართველო გაქვთ ესე ამოვარდნელი ნანახი კაცმა არიცი და როგორი შეგრძნება რა ეგ უძველესი ძალიან ესეთი კითხვა ხაშურის აღმოჩენა თვითონ მასალის შეიძლება იმ წუთში იქ არ ხარ ზედა აი მაგალითად პირველი ყვა როცა აღმოჩნდა მაშინ 27 წლის ვიყავი საერთოდ 28 წელი ვიყავი და მათი გერმანელი სტუდენტი იყო მე კიდე ერთი ქართველი ვის და მისი მნიშვნელობა იმ წუთში ვერ მივხვდი მოვიტყუები და აი მე როდესაც აი ბატონ ლევ გაბუნიასთან ერთად ვიყავით გერმანიაში და ხო 3 თვის მერე და უცებ ზით ვიღაცებს ხედავ ისეთ სახელებს რომელიც მარტო წიგნებში აქვს და მაშინ მივხვდი ამი რომ ეს რამდენად მნიშვნელოვანია და სხვა გრძნობა აქვს მე როგორ არის ხოლმე ეს ახლა ვიხსენებ ხო დიდ აი მაგალითად როდესაც გამოქვეყნა რაღაც და მიღებულია ეს აი მაგალითად უყურებ და აი სამეცნიერო სტატია მაშინ აღმოჩენს მომენტში რა თქმა უნდა უფრო ემოცია ხო ემოცია ძალიან დიდი ემოცია იყო მართალი გითხრათ როდესაც აი უკვე გავიგეთ რომ იბეჭდება სტატია უძველესი ღვინის შესახებ აი ეს იყო მაშინ მახსოვს სადგურზე ვეყავი საფრანგეთში და მაშინ ყოველ წუთში უყურებდი რომ აი მიიღეს თუ არა ეს ამერიკის აკადემია და აი რაღაც მე მგონი გიჟირვებოდი იმ სადგურზე როცა